საღამომშვიდობისა რუსთავის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს, აი დადგა კიდევ ერთი პარასკევი და შესაბამისად, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ წავეთამაშებით ჩვენს იღბალს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები, მზად არიან და ელოდებიან თავიანთ იღბალს, მით უმეტეს რომ დღეს არის 774 ტირაჟი და გასათამაშებელი თანხად საკმაოდ კარგად გამოიყურება და ჟღერს, მოკლედ 9,5 ლარს. კარგა ხანია გასცდა ჩვენი ჯეკპოტი, მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ ჩვენ გავათამაშეთ 2,66,000 კარგად გახსოვთ, ეგ ყოველივე და ძალიან მალე ამ იღბლიან ადამიანსაც გაიცნობს რუსთავის მაყურებელი და ლოტო 642-ის მოთამაშეები, თუმცა მანამდე კონცენტრირდნენ ჩვენს მოსაგებ თანხაზე 5,27,969 ლარი გვაქვს დღეისათვის გასათამაშებელი, სხვათა შორის მეორე კატეგორიაც არაჩვეულებრივად გამოიყურება და ჟღერს 213,000 ლარი ამ დროისთვის, ხო რაც შეეხება ჯეკპოტს 527,969 ლარი გვაქვს გასათამაშებელი. მე კი ძალიან მინდა რომ 5 მილიონი იყოს, მაგრამ არა უშავს, მალე გაიზრდება. თავარია თქვენ არ შეწყვიტოთ ბილეთების ყიდვა, რა თქმა უნდა და თქვენს მოგაკითხავთ თქვენი იღბალი. მაშ ასე, გადავიდეთ ღილაკისკენ და დავიწყოთ დღევანდელი გათამაშება. აბა წარმატება თითოეულ თქვენგან 3-2-1 და ახმაურდა ჩვენი ლოტოტრონი და ახმაურდნენ ჩვენი ფერად-ფერადი ბურთებიც. ნახოთ, ვის ბილეთს გაუმართლებს ამ შემთხვევაში და პირველი რიცხვი გვაქვს ჩვენ და ის გახლავთ ნომერი 32. წვანემ გახსნა დღევანდელი გათამაშება. ვნახოთ რა იქნება ნომერი მეორე მომგებიანი ბურთი და ის გახლავთ 33. რა იქნებოდა 32-ის შემდეგ თუ არა 33? მოკლედ, ველოდებით მესამე მომგებიან ბურთს და ამ შემთხვევაში წითელი გვიერთდება და 24 გახლავთ შემდეგი მომგებიანი ბურთი. მოკლედ, ვისაც ყავთ 32, 33, ასევე 24 და მოგივიდათ 39-იც, თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან იბრძვით ჯეკპოტისთვის. ნახოთ, ნომერი მეხუთე მომგებიანი ბურთი და ის გახლავთ ნომერი 20, ფერთა პალიტრა საკლია ლურჯი და ვნახოთ შემოგვიერთდება თუ არა ლურჯიც. არა, ყვითელმა ისევ მე ვიქნებიო და 16 გახლავთ ნომერ მე-6-ე მომგებიანი ბურთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და ბონუს რიცხვი გახლავთ ნომერი 34. მოკლედ, კიდევ ერთხელ უნდა გადავიმეოროთ ჩვენ კომბინაცია, რომელიც შემოგთავაზა დღეისათვის ლოტოტრონმა, 32-ით ვიწყებთ, 33, 24, 39, 20, 16 და 34 გახლავთ ბონუს რიცხვი. საკმაოდ მაღლები შემოგთავაზა დღეს ჩვენ ლოტოტრონმა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მაღლებს ხშირად წერთ ხოლმე, მათ კიდევ უფრო დიდი შანსი გაქვთ. პრინციპში, შანსები ვის როგორი ქონდა, ეს ძალიან მალე გაირკვევა, აქ გამოჩნდება შედეგები, როგორც ყოველთვის და ჩვენ მთელი საქართველო გავიგებთ, ყავს თუ არა კიდევ ერთი გამარჯვებული. მოკლედ, იმისათვის რომ მივიდეთ ჩვენ გამარჯვებამდე, აუცილებლად გასაკეთებელია რამოდენი გადასადგმელია რამოდენიმე ნაბიჯი და ამ ნაბიჯების შესახებ მოგახსენებთ ახლა მე იმისთვის რომ შეიძინოთ ბილეთი არსებობს რამოდენიმე გზა. ერთ-ერთი ეს გახლავთ loto.gi, ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეხვიდეთ ინტერნეტ ვირტუალურ სამყაროში და შეიძინოთ იქვე, გააკეთოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია. ასევე შეგიძლიათ მიბრძანდეთ ყველა დიდ სავაჭრო მოლში, სადაც განთავსებულია ლოტო სერვის ცენტრები და მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ძალიან კარგად იცით ერთგულმა მოთამაშეებმა, რომ მდებარეობს სერვის ცენტრები. ყავს ჩვენ უკვე გამარჯვებული და აი შედეგებიც მესამე კატეგორიაში გავათამაშეთ 5,577 ლარი და ის მოიგო მხოლოდ ერთმა ადამიანმა, რომელსაც მიულოცავ, რა თქმა უნდა, აი ამ შუა ზაფხულს, აი ეს თანხა არაჩვეულებრივია იმისათვის, რომ ზაფხული კიდევ უფრო მხურვალე გახდეს ან გრილი პირიქით ამ ადამიანისთვის. მეოთხე კატეგორიაში დღეს არ ყავს გამარჯვებული, მაგრამ კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგი გათამაშებისთვის, ეს ძალიან კარგად ვიცით და მეხუთე, მე-6 კატეგორიებში, როგორც ყოველთვის, ყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული. რაც შეეხება ჯეკპოტს, მეორე კატეგორიას რჩება ისევ გაუთამაშებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი გათამაშებისთვის კიდევ უფრო დიდი თანხები დაგიბრუნდებით და ერთი პირობა. არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ ერთი ბილეთის შეძენა მაინც, იმიტომ რომ იქნებ თქვენი ჯერია, იქნებ სწორედ თქვენთან მოდის იღბალი. მოკლედ, ბედნიერ საღამოს გისურვებთ და გიერთდებით, რა თქმა უნდა, სამშაბათს.